მშვიდობი ხასიათი მოაქვს. Padarah gogo da lekarga Citebe ranga Ცოტა უკაცრავად წამოვიდა. Padarah gogo da lekarga Citebe ranga ძალიან საინტერესოდ მოყევი ეს სიმღერა. სხვა ადამიანი გამოვიდა თითქოს სცენაზე და მე სხვა გაცოცხლდი სიმღერის დროს. ძალიან საინტერესო დრამატურგიულად ძალიან საინტერესოდ გაიარა ეს გზა, როგორც მსახიობმა, აი თითქოს ვიღაცის პიესის მიხედვით მიდიოდი და მადლობა შენ ამ შეგრძნებისთვის. მე არ ვიცი შენ მინ დაკარგე, მაგრამ გონია რომ შენი სახით დავკარგავთ პატარა გოგოს. თუ არ გადაკარგე დორში. Კინი მე ძალიან მომეწონე. აი მე შეთან საუბარი მომინდა ეხა დაგიჯდებოდი და რაღაცებს გამოგკითხავდი. ვერ წარმოვიდგინე რომ ეს გოგონა ესე იმღერებდა ასეთი მელიზმებით რაღაცა ძალიან გულდამწვარი. აი ეგ ყველაზე მაგარი. ეს არ მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი მომისმენია და ესეთი შესრულება არა ამ სიმღერის. უბრალოდ მე ძალიან მაინტერესებს სხვა ჟანრში. რაც მაგარი იქნება. შეგვპირდა ფანდურს და დაგვიკრავს ალბათ, მაგრამ ვფიქრობ რომ ბევრ ჟანრში იქნება ეს მაგარი, ხო? მოდი მე ჩიგაფასებ და მე გვანახე ის რაცაც დაგვპირდა. თუ აიხავე დაგვიკრავ. შენახარ საქართველოს ხმას და ყველაფერი საუკეთესო შენ. რა თუ და ამას? დავგიზდი კაცო, ყველა ნერვი არ დამიტოვა თავისუფალი. არცეთი ნერვი, ყველაფერი კარგად. ირიკო. ყოჩა ხარჩილ, ყოჩა, მე ვამაყობ შენით, ყოჩა. გარდა იმისა, რომ სცენას ძალიან უხდები, შემოხვედი თუ არა, შემოანათე შენი სევდიანი სილამაზით, არ ვიცი ეს რამდენად სწორად ჟღერს, მაგრამ თან სევდა გაქვს, თან რაღაცა დრამატიზმი, თან რაღაცნაირი ენერგეტიკა გაქვს. ძალიან მომეწონა როგორც სიმღერე.
და ეს უსაზდა რა თქმა უნდა ძალიან ორგანული იყავი რასაც აკეთებ და მგონია რომ არ ვინანებ მე ამ საქციელს და მგონია რომ პირიქით ჩემი მეგობრები ინანებენ რომ არ დამასწრეთ ერთი ოქროს ღილაკი გვეყავს საქართველოს ხმის მესამე სეზონს. წარმატება შენ დაისვენე და კარგად იმეცადინე. მადლობა შენ. ორა კარგი გოგო იყო. ორა კარგი გოგო. აია რომ რამე არ მომტეხე. არა რუს მაგაში ხო ძალიან გაწაფული ვარ ნახე აი ესე კი აწამ აი პირდა აი ხალნა აი ჩემი პასუხი აბა ნინი დები ჩვენს ოქროს ღილაკს გილოცავ შემოძვირფასო როგორ ხარ არ ვიცი. არ ვიცი როგორ ხარ აი ძალიან კარგად უნდა იყო წესი ამდენ აუდიტორიასთან ესე პირველად ვიმღერე და ნუ ცოტას კი უნერვიულობდი, მაგრამ არ გეტყობოდა საერთოდ ყოველ შემთხვევაში ნამღერზე არ გეტყობოდა ძალიან კმაყოფილი ვარ ხო ჩაღნინიკო აეგრე მოკე შეხარ პირველი პირველი გილოცავ ალბათ. აქ ვარსკვლავები იბადებიან.